სახელით მამისათა და აზისათა და სულისა თვისათა ჩვენთან მართლმეც დიდება და მადლობა მეც იოცად გელოდო ბესასაუს სენდოს ისი მამის ირანე იბის აღწერელის ინფორმაციის და ეს არის დიდი სწავლება საფრთხო აგებულებაზე და ვერსი მამა თავისი თავდაბოლით როცა ურთულეს მას და სწორებს რომ დაეწერა რაიმე სული საგებელი წიგნი მართლა მხოლოდ მოჩინებისათვის ვიღებ ამ დიდ შრომას ჩემს თავზე, ჩემს ყურებზე. თორემ ისე არ ამ დიდი საფრთხო საიდუმლოს და განგებულობის სიტყვის თქმისაც კი. კიდევ და მადლობას ეს ასევე წამება არის ალექსი ღვთისკაცის რომელიც თავისი მუზეუმის სასახლეში დასტომა მშობლების სახლი ახლად მოყვანილი მეუღლე და შორს თავისი საცხოვრებიდან დაიწყო მოღვაწეობა. ტაძრის შესასვლელთან თხოვნელის ათხოვრის დაეცა. სამოსში იყო და გამომულისგან იღებდა მოწალებას და მადლობდა ვერც ამისათვის. დიდი წლების შემდეგ საფრთხო ჩვენებით იგი მოდის თავისი მოღვაწეობის ადგილიდან და ნაცვლად იმ ქალაქის საცხოვრებელს მიდის იტალიის ნაპირებთან და რომში თავის მშობლების საცხოვრებელის სიახლოვეს მიდის რამ მშობელთან და ვერცნობს მას თავისი მამა მოუწოდა პატარა ქოლს რომელშიდაც იგი ასასრულამდე მოღვაწეობს. უღურებს რა თავისი ახლობლების მშობლების აიან წულხილს დაანჯვას ლოცვა-ვედრებას ღვთისმშობლში მერც ევედრება რომ მისცეს ძალა და მოთმინება ღვთისადმევედრებით მისმა მშობლებმა მიიღონ სულიერი იმეში და როდესაც ასასრული დარგა წინასწარ მას დასერა თავისი ცხოვრება აღწერა მთლიანად შენობა ითხოვა თავისი მშობლებისაგან მეუღლისაგან და როდესაც რომში დემხარის წინავდა რომის პაპა ეს კალპონდე პერიოდია მეოთხე წლიწადში მეხუთე საუკუნე და დიდებულები იქვეებდნენ უცბად ტაძარში ხმა გაისმა. წადიდა მონახე ღირსი ალექსი რომელიც საფრთხო გამომულებას ჩვენთან მოდის და ის არის ამ პაპის ღირსი. ყველამ გაიგო დაუწესდა ქალაქში წერდა მაგრამ ვერ ნახეს. მაშინ განთავარი ევედრება უპალსო გამოფილი სამარის ეს საფრთხო გამოჩინებული მამასული. აი ამ ადამიანის სახლში ყოფიან და ნახობობები გარდაცვლილი. ხელში უჭირავს გრაგნელი, ხატზეც გრაგნელი არის გამოსახული. ვერაფრის დიდებით ვერ გამოუთვის ეს გრაგნელი და ისე ევედრენ მეფე იმპერატორი და პატრიარქი რომის პაპი დადნენ მუხლი მოეყარეს შენობას და თხოვეს რომ მიეცა. აი ეს წერილი და ტაძარში როცა გახსნეს და წაიკითხეს მისი ცხოვრება მისი მშობლებიც იკითხეს ყველა ახლობა რა თქმა უნდა სიხარულით და ცეთე დიდი არა სინამოლის და ირილის სრემლით პატერინიანის ხის მამას და შენება ესეთი დიდებით დაგზავნეს. პუბლიციზები გამოუყურებელია. ვის როგორ მიიღო თავისთან ეს მხოლოდ მანუზის. ერთადერთ სიტყვას ჩვენგან თანამშრომლობას თანამშრომლობას. მერცხოთ დემანდები წინამების მოცით. თანამშრომლობა შეგვიძლია და თანამოაზრეობა. ასევე შესაძლებელი არის გამრავლების სირე. საერთოდ მეტრომეტე საუკუნე გარეშე ზონაში
ივანე ნათლისმცემლის მონასტერში აღიკვეცა მონაზვნად, უკვე ძალიან ასაკიანი იყო და აი ამ მონასტერში ყოფნისას მან შეისწავლა ძალიან კარგი კალიგრაფია ჰქონდა, მან შეისწავლა საეკლესიო წიგნები, მსახურება, ბევრი წიგნი გადაწერა სულისთვის სასარგებლო თავისი ხელით მონასტერში და აღესრულა მოწამეობა. თბილისიდან თავადიებამ ჩამოვიდა მონასტერში ცოტა ასაჩერებო ერევ მოენატრა ოჯახი და ოჯახის წევრები და როდესაც გავრიელ მცირედ მას გააცინებს რუსთავამდე უკან მოღუნებულს ზარდ გახდებიან მარვიელი ლეგები აჩერები და მას მოკლავენ მონასტრის ძველი მას გადაასვენებენ ივანე ნათლისმცემლის მონასტერში და დაგზავნებენ ტაძარში. ასე რომ ასაკს თვის თვალში ღვთისმშობლში არ აქვს დიდი მნიშვნელობა. თავი არის გულიდან მონება ანთებული უფლისადმი ერგულებითა და თანამოღვაწეობით, თანამშრომლობით, იმიტომ რომ თვითმოცემული კეთილი ნიადაგზე უნდა დაეცეს და ეს კეთილი ნიადაგი ჩვენ უნდა რომელიც ჩვენ უნდა შევაზადოთ უფლის სიტყვის მისაღებად და უფლის მსახურებისათვის. მერტაინებს. დედაევნებს უცნობრანდო დღეს დღესასწაულს კრებულს მთლიან და ვერცხლობთ რომ თქვენ თანამშრომლობით თქვენმა ლოცვამის ძალა მიიღოს ყველა თქვენგან მოხსენიებული უფალმა შეისწავლოს და სასწაულში დაამკვიდროს თქვენთან ერთად ერთად დაგლოცოთ დაგახაროთ დაგაძლიეროთ ერთად